ჩვენ ვიზრდებოდით სულ ზოვრეთში. დედაჩემი დედის ერთა იყო. ალავიძეები იყვნენ და სადაც ვცხოვრობთ 4 ძმის შთამომავლები არიან და ერთ-ერთი დედაჩემს ძმა არ ყავდა და დედაჩემი შთამომავლები ვართ ჩვენ და იქ დასიძებული იყო მამაჩემი ყიფიანი ერთადერთი ყიფიანი იყო ამ ალავიძეებში და სანამ მე სად ვიყავი და დედაჩემი სად იყო გათხოვილი ამ 4 ძმას გაუჩნდათ პირველი სიხარული იყო პირველი ბიჭი რომელსაც ერქვა ჯუბია და ეს ჯუბია იყო თურმე ძალიან საყვარელი ბავშვი თან პირველი ბავშვი თან გვარის გამგრძელებელი ახლა როგორი სიხარული იყო ამათვის უყოლასთვის და თან ლამაზი ბავშვი იყო თურმე და ყველა ეფერებოდა და ყველას უყვარდა და ჩვენ აქ ეხლა შემოიღეს აი ბედობის დღე 2 იანვარი მაგრამ ჩვენ იმერეთში ვიცოდით აქ მეკვლე კი არა მეფეხე ვიცოდით მეფეხები და ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბარბარობა დღეს და ძველით ახალ წელს სადაც უნდა შემოსულიყო ჩვენთან მეფეხე ოჯახში და ის მერე იმას მთელი ათაშორის კახეთშიც ასე იყო ხო კახეთშიც ხო კი ბატონო ხო და ახლა ეს ჯუბია იმდენად საყვარელი იყო ყველას უნდოდა რომ ყველას უნდოდა და გადაწყვიტეს რომ ამ წელიწადს ჩვენი მეფეხე იქნება ყველას ბებიაჩემი ყვებოდა რომ შემოვიდა ეს ბავშვიო ეხლაო ჩვენთან ოჯახში და ჭიშკარს არ იყო გადაცილებულიო ღორი ყავდა ესო მაკეთო უკაცრავად და 12 გოჭი უნდა მოეგო და გადასული არ იყო ბავშვი და გადავარდა ეს გოჭი და მოკვდაო და ეს დაგვეხოცა ეს ამდენი გოჭებია ახლა მეორე ოჯახში მივიდა თურმე და იქ საბზელში გაება ეს ხმო თურმე და დაიხტო ვიღაცას ნუ აი ასეთი სიტუაცია აღმოჩნდა რომ ჯუბიას აქვს ძალიან ცუდი ფეხი აღარ შეიძლება ჯუბიას გაჭაჭანება თვითონაცერიდებოდა სხვათა შორის მე უკვე დიდი უკვე მაწილობაში რო იყოს საერთოდერიდება ან ეხლა ის სოფელში რო იცია კიდე იქ ხო იცი როგორია და უკვე დიდი არის საცოლო ბიჭია და ამათი საერთო ნათესავი გარდაიცვალა და გასვენება არის სვირში და სულ ყველა არიან გამზადებულები და მიდიან და აი ეს პაჭოს რო ახსენებდა წეღანი ამათი ჯუბია სიდია დისკმარი ის არაფერ შუაში არ იყო დააწოლილი კაცი ააყენეს და ასაბიას უძახოდნენ ასაბიაში წაიყვანეს გასვენებაში რომ რას აკეთებ ახლა სახში და წამოდიო და ასე ძალით აიყვანეს კაცი და წაიყვანეს ნუ მივიდნენ ახლა მისოლებული გააპატიოსდნენ სულ ყველაფერი მაგრამ მე ჩამოვიდნენ ზესტაფონში იყო სადგურში იყო დიდი რესტორანი და მაშინ დიდი პატივი იყო რომ იქ რო შევიდნენ იქ და კარგად შეზარხოშდნენ ეს ვინც იყვნენ რომ გამოვიდნენ ახალგაზრდები ჩოჩქოლი იყო და რა ჩხუბობდნენ თურმე და ესენი ჩაერიენ ეს ჯუბიას და პაჭოს რა თქმა უნდა გააშველეს ამ იმაში გაშველებაში იყო თურმე მოხვედრილი და მოხვდა ამათი ხელი ვიღაც გაშველების დროს მილიციის უფროსი იყო ერთი ცინცაძე იმ დროს და სამოქალაქო ტანსაცმელში იყო ეს ამ კაცს მოხვდა ერთ-ერთის ხელი ამ კაცმა აღარ მოიფიქრა ეს ვინ იყო მტყუანი ვინ იყო მართალი ყველა აბსოლუტურად შეყარა ციხეში და ვერაფერი ვერ უშველეს რა თბილისი და რა ვინ არ ჩარიცხა ვერაფერი ვერ უშველეს დადგა სასამართლოს დღე ამ ჯობია სასამართლო და პაჭოს არაფერი არ არის ორი შვილი ყავს კაც სახში დატოვებული და სულ არაფერ შუაში არ არის კაცი და სასამართლო არის და ნუ არავინ ყველაზე მაღალი ესა რაც ეკუთვნოდა ამ ხულინობისთვის წელიწად ნახევარი მისცეს თუ რაღაც არ ვიცი და ახლა ბოლოს ეუბნებია ჯუბიას რომ ეცო ბოლოს სიტყვასო რა სიტყვით არაფერს არ ვიტყვიო ბატონო მოსამართლეო და
ეს რა თქმა უნდა იცინცადე დაასახელა მილისის უფროსს და გამომძიებელი ამათი სახელები თქვენ სახელკარში მაინც გავივლი ბარბარობას და ახალ წელიწადს რომ მოვხდე აქ არ მოვხდები მე მაინც ახლა დარბაზში დავწყდით სიცილით აქ ჩვენ და გავუყვიდა მოსამართლეს რაში იყო საქმე ხო არ იცოდი ახლა ეს ნუ ახლა ეს გაგრძელდა ეს ამათი ეს პატიმრობაში დატოვეს იქით-აქეთ და პაჭოსთან მივიდა დამპატიჟებელს უძახოდით და გასვენებაში პატიჟებდნენ და მივიდა დამპატიჟებელი და დედამისი შეხვდა რომ დაპატიჟებული ხარ თუ და მოუტანა წერილი და ამ წერილს თუ ეწერა ჩვეულებისამე ეს იმას თვითონ გადასახურავით იყავი დაპატიჟებული და უნდა დასულიყავი რა უნდა გეცა პატივი აუცილებლად ჭირის სუფლეთში უნდა დასულიყავი რა თქმა უნდა გამოვარდა დაპატიჟებული აი ბოშოვო კალმა შემოიდა გასვენებაში ვინც წავიდა ჯერ არ დაბრუნებულა ძალიან მაგარი, აი ძალიან მაგარი.